მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მიგასწავლით როგორ უნდა გადმოწეროთ Atlas OS Windows 11-ზე. პირველ რიგში უნდა გავხსნათ Microsoft Edge. შემდეგ ჩავწეროთ Atlas OS net-ი. ხო, კიდე თუ Atlas გადმოწერთ, წაგეშლებათ ყველაფერი თქვენ კომპიუტერზე, ასე რომ გაფრთხილებთ, რომ თუ გადმოწერთ თქვენ აი სახლის კომპიუტერზე, წაგეშლებათ ყველაფერი. ეხლაც მე სად არის virtual machine-ს ვიყენებ მეც, იმიტომ რომ არ წამეშალოს არაფერი. ანას მარტო virtual machine-ზე წაეშლება ყველაფერი. მოკლედ, ახლა კიდე რეკომენდირებულია რომ გადმოვწეროთ Windows 11-ზე ეს და Windows 11 რო ახალი გადმოწერილი იყოს, თუ საშუალება გაქვთ, თუ არა და შეგიძლიათ Windows 10-ს გადმოწეროთ. მოკლედ პირველ რიგში დავაწვევით აქ get started. შემდეგ I'm following the guy show me the downloads. ამ წიგნს მოვნიშნავთ და აი ამ ორივეს გადმოწერთ. აი ესენი რო გადმოწერთ ამებს, aim wizard-ი უნდა დაექსტრაქტოთ. შემდეგ გავხსნათ. და შემდეგ აი ეს მეორე zip-ი Atlas Playbook-ი უნდა გავხსნათ, მაგრამ ექსტრაქტი არ არის საჭირო. და ჩავსვათ აი აქ აი ამ ოთხკუთხედში. შეიძლება ცოტა დრო დასჭირდეს ჩატვირთვისთვის, მაგრამ არა უშავს. ორშება. რა დესკტოპზე გადმოვიტანოთ. ამ შეიძლება დესკტოპზე რო გადმოვიტანო, მაშინ იმოქმედებს. ჩავდოთ ეს აქ. აი, всё, ახლა მუშაობს. ნუ zip-დან ეს უეჭველი უნდა გადმოიტანოთ დესკტოპზე. всё. ახლა security უნდა გამოვთქვათ, იმიტომ რომ შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს Atlas სჭირდება Windows security შესვლა, უნდა გავაუქმოთ ეს. ყველა protection-ი უნდა გამოვთქვათ. აი რო შევალთ, გამოვთქვათ real time protection-ი, dev time protection-ი, cloud delivered protection-ი, automatic sample protection-ი და temper protection-ი. ეს ყველა რომ გამოერთვება, ეს თავისით გაითიშება Windows security და აი ამას თუ დაგვიწერს Windows security disabled, you can this window can be now closed. ანუ შეგვიძლია გათიშო ეს პანჯარა. შემდეგ დავაწვევით next. Continue. და ამას თუ დაგვიწერთ, ანუ requirements met, მივხვდებით რომ ჩვენ კომპიუტერზე მიდგება Atlas-ი. დავაწვევით next. ISO next. Agree. შემდეგ select options. შეგვიძლია გამორთოთ Windows Defender-ი ან ჩავრთოთ, მე ამ შემთხვევაში ავირჩიო ჩავრთოთ. შემდეგ ISO next. შეგვიძლია გამორთოთ ავტომატური Windows update-ები, შეგვიძლია ჩავრთოთ, მე ამ შემთხვევაში ჩავრთავ, რატომაც არა. შეგვიძლია არ power saving-ი disable არ მინდა, power saving-ი. ანუ power saving-ი საჭიროა. ან ესე იყოს, ანუ თქვენ რაც მოგინდებათ გააჩნია როგორი კომპიუტერი გაქვთ, თუ სუსტი კომპიუტერი გაქვთ, მაქსიმალური პერფორმანსი გექნებათ, აი ამ ყველას თუ მონიშნავთ. ყველაფერს რაც შეგვიძლია წავშალოთ snipping tool-ი, Microsoft Edge-ი და შეგვიძლია რაიმე ბრაუზერი გადმოვწეროთ. ნუ
ან მინდა არც Snipping Tool-ის წაშლა და არც Microsoft Edge-ის წაშლა და არც ბრაუზერის გადმოწერა არ მინდა. Всё, მორჩა. ახლა next. და აქ დაველოდებით ბოლოში როდის ჩაიტვირთება ბოლომდე, wallpaper-ის შეცვლება კომპიუტერს და დაველოდოთ. მე დაგიბრუნებით, როცა ეს ბოლომდე ჩაივსება და ატლასი გამოიწერება. მოკლედ მეგობრებო, გადმოიწერა ატლასი. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქით გამოიწერეთ არხი. ზარისხილად გააგდევრით, მე კიდევ მშვიდობებით ნახვამდის.